ისააკ ნიუტონს თანამედროვე მეცნიერების მამას უწოდებენ. ერთ დღეს მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა ნიუტონის მიერ შექმნილი მზის სისტემის მოდელი ნახა. გაოცებულმა მან ჰკითხა: ვინ შექმნა ეს? ის გენიოსი უნდა იყოს. იგი თავდაპირველად თავისით გაჩნდა. თავისით? რაღაც აზრი აქვს. რატომ არ გჯერათ, რომ ეს მოდელი თავისით შეიქმნა, მაშინ როცა ამბობთ, რომ სამყარო თავისით შეიქმნა? სამყაროც თავისით კი არ შეიქმნა, არამედ ღმერთმა შექმნა. არაფერი ამ ქვეყნად თავისით არ შექმნილა. უზარმაზარი სამყარო. საცხოვრებლად ვარგისი დედამიწა. ვინ შექმნა ეს ყველაფერი? ებრაელთა მესამე თავი, მეოთხე მუხლი. ვინაიდან ყოველ სახლს ვინმე აშენებს, ხოლო ყოველივეს აღმშენებელი ღმერთია. ეს არის ღმერთი, რომელმაც ყველაფერი შექმნა. ეს მართალია. მოდი ვეძებოთ მტკიცებულება იმისა, რომ ღმერთმა ყველაფერი შექმნა. თუ დედამიწასა და მზეს შორის მანძილი 5%-ით დაუახლოვდება, დედამიწაზე მთელი წყალი აორთქლდება და სიცოცხლე ვერ გადარჩება. თუ ის 5%-ით დაშორდება, დედამიწაზე მთელი წყალი გაიყინება და სიცოცხლე ვერ გადარჩება. თუ დედამიწა 10%-ით უფრო დიდი გახდება, ვიდრე ახლა, უფრო ძლიერი გრავიტაციის გამო დედამიწაზე მავნე აირები დაგროვდება და სიცოცხლე ვერ გადარჩება. პირიქით, თუ დედამიწა 10%-ით უფრო პატარა გახდება, წყალი და ჰაერი შესუსტებული გრავიტაციის გამო ატმოსფეროდან გამოვა, რაც სიცოცხლეს შეუძლებელს გახდის. დედამიწასა და მზეს შორის არსებული მანძილი და დედამიწის ზომა საუკეთესო პირობებია ცოცხალი არსებების არსებობისთვის. ეს ყველაფერი დამთხვევაა. ესაია 45 თავი, მე-18 მუხლი. რადგან ასე თქვა უფალმა, ზეცის გამჩენმა, ის არის ღმერთი, დედამიწის გამომსახველი და მისი შემქმნელი, მან დაამყარა იგი სიცარიელად არ შეუქმნია დასასახლებლად გამოსახა. ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა და ის საცხოვრებლად განაწესა. ღმერთის არსებობა ამბობს, რომ ცა არსებობს. გამოცხადება 31 თავი, პირველი მუხლი. ვიხილე ახალი ცა და ახალი მიცა. აღარ იქნება სიკვდილი. ახალი ცა და ახალი დედამიწა არის ცა. როგორ შეგვიძლია ცათა სასუფეველში შესვლა? ისევე, როგორც ჩვენ უნდა ჩავიცვათ კოსმოსური კოსტუმი კოსმოსში გასასვლელად. ჩვენ უნდა მივიღოთ მარადიული სიცოცხლე, რათა 64-ში, სადაც სიკვდილი არ არის, წასასვლელად. როგორ მივიღოთ მარადიული სიცოცხლე? იოანეს მე-6 თავი, 44 მუხლი. ჩემი ხორცის მჭამელს და ჩემი სისხლის შემსმელს საუკუნო სიცოცხლე აქვს. როგორ შეგვიძლია მოვიხმაროთ იესოს ხორცი და დავლიოთ მისი სისხლი? ლუკას 22 თავი, მე-15 მუხლი. სურვილით მსურდა თქვენთან ერთად მეჭამა ეს პასექი ჩემი ტანჯვის წინ. აიღო პური, მადლი შესწირა და უთხრა: ეს ჩემი სხეულია, რომელიც თქვენთვის მიეცემა. ეს სასმისი არის ახალი აღთქმა ჩემს სისხლში, თქვენთვის რომ იღურება. იესომ თქვა, რომ პასექის პური მისი ხორცი არის და რომ პასექის ღვინო მისი სისხლია. ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს მარადიული სიცოცხლე და შევიდეთ 64-ში ახალი აღთქმის პასექის დაცვით. გთხოვთ, დაიცავით ახალი აღთქმის პასექი და მიიღეთ მარადიული სიცოცხლის კურთხევები.